გამარჯობა, მე ვარ ანა, თქვენ უყურებთ პირველ ვიდეოს ჩემს YouTube არხზე, ხოლო ამ ვიდეოში მოგიყვებით თუ რას ვაპირებ. ბევრისთვის თქვენთვის ნაცნობი ვარ YouTube-დან, ვიღაცას შეიძლება გეცნობით ნიკას ავტობლოგიდან, ნიკას ავტობლოგის დაც მქონდა დიდი ხანი ეს მეტსახელი. შემდეგ უკვე ქარდრაგის ვიდეოებში ვჩანდი აქტიურად, თუმცა საბოლოოდ ამდენი საავტომობილო კონტენტში მოღვაწეობის შემდეგ გადავწყვიტე და ჩემი მეგობრის გიგუნას დაჟინებული თხოვნით, რომელიც ახლა პირველ ვიდეოს მიღებს, შევქმნი ჩემი YouTube არხი. და YouTube არხის შექმნის პირველი და მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ ამ მანქანის პროექტი გამეკეთებინე. თქვენ ალბათ იცით, ნიკას არხზე გინახავთ ამ მანქანის ისტორიის ვიდეო და მე რო ახლიდან აღარ მოგიყვეთ, ვისაც არ გაქვთ ნახე, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ეს ავტომობილი თავის დროზე დაახლოებით 2008 წელს შეიძინა მამა ჩვენმა გერმანიაში, ჩამოიყვანა და შემდეგ უკვე თვითონვე გააკეთა ამ მანქანის პროექტი აქვე არსებულ ბელიაშვილის სახელოსნოში. იმის მერე ამ მანქანამ ძალიან დიდი ისტორია გაიარა, სხვის ხელში მოხვდა, შემდეგ დაგვიბრუნდა, თუმცა ამ პროექტის აღდგენა ვერ მოვახერხეთ ვერც ერთხელ, იმიტომ რომ არ იყო დრო, ფინანსები, საშუალება და ბევრმა რაღაცამ შეგვიშალა ხელი. მაგრამ ახლა რაღაცნაირად ძალიან მოტივირებული და მობილიზებული გავხდი ამ თემასთან დაკავშირებით და თქვი რომ საბოლოოდ უნდა გავაკეთო რა. როგორც აღდგება, იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ამაზე წინასწარ გაფრთხილებთ. ამ ავტომობილისგან არ გეგონოთ და არ გქონდეთ მოლოდინი რომ გამოვა სარბოლო ავტომობილი, იმიტომ რომ კუზაო არის უკვე ძალიან დეფორმირებული და ერთი პარაბრიგზე შეხტომა არის დამიჯერეთ, მაგრამ მიზანი არის ის, რომ გავაკეთოთ კუზაოც, გავაკეთოთ ტექნიკურად ეს ავტომობილი და მოვიდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ იყოს ისე ვის რა თავიდან მამაჩემს რა ჩანაფიქრიც ჰქონდა, რომ ძალიან ფან, გასართობი exhibit show-დან გადმოსული მანქანა, რომელიც დადგება რაღაც შეკრებაზე, ივენტზე, კიდე ბევრ რაღაცა ისეთ გასართობ რაღაცას ვაპირებთ, მაგალითად PlayStation-ი ჩავდოთ უკან და underground-ი გავუშვათ, რომ ვითამაშოთ და ეგეთ რაღაცას, მოკლედ, ძველ ნოსტალგიებს გაგვახსენებს, ბავშვობას დაგვიბრუნებს და ვინც შეხედავს ჩვენ თანატოლს ყველა underground-ი გაახსენდება რა. ხო და ამიტომ ვიწყებ ამ მანქანის პროექტს. ოღონდ ამ ყველაფრისთვის მჭირდება პირველ რიგში თქვენი დახმარება. თქვენი დახმარება მჭირდება, რომ მივიღო შესაბამისი ენერგია და мотиваცია, რომ ამ მანქანის პროექტი გავაკეთო და მოვიყვანო შესაბამის კონდიციაში, რომ ქუჩაში რომ გამოვალ და დაინახავთ ამ მანქანას, რომ თქვენ თვითონ იგრძნოთ თქვენი წვლილი, რომ ერთ დროს მე ანას არხი გამოვიწერე და ეს მას დაეხმარა, რომ ამ მანქანის პროექტი გაეკეთები და თან სხვათა შორის მე underground-ორსაც გათამაშებთ ხოლმე სადმე თუ შემოხვდებით. მაგრამ მანამდე სანამ ამ მანქანის პროექტს დავიწყებთ და დამეთანხმებით, რომ ამას ძალიან დიდი დრო და შრომა ჭირდება, შემოგთავაზებთ ამ ჩემი ყოველდღიური daily car-ის პროექტს, მაგრამ პროექტი არ არის, უფრო კოსმეტიკური რაღაცები ჭირდება და ცოტა გასალამაზებელია. ეს არის E92 325, მაგრამ ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ევროპული ავტომობილი. მე ყოველ შემთხვევაში ის ადამიანი ვარ და ის ავტომოყვარული ვარ, რომელიც ამერიკულ და ევროპულ ავტომობილებს შორის ევროპულ მანქანას ანიჭებს უპირატესობას და რაღაცა განსხვავებებს ხედავს. საბედნიეროდ ძალიან კარგ პატრონს ყავდა, რომელიც ქართველი იყო და ჯერ დადიოდა გერმანიაში, ძალიან დიდი ხანი ამ ავტომობილით. შემდგომ აქ როცა ჩამოიყვანა, აქაც ქართველმა იყიდა ძალიან კარგმა კაცმა, რომელმაც კარგად მოუარა ამ ავტომობილს, მაგრამ ქარხნული საღებავი რაც არის და ასე ვთქვათ, ლაკი გარედან შელახულია და ამ ყველაფერს ჭირდება რესტავრაცია. ერთადერთი პრობლემა რაც არის ეს წინა ბამპერი, რომელიც რამდენჯერმე იყო შეღებილი, აშკარად ან ვიღაცა მიედო, ან თვითონ რაღაცას გაუსვა და ასე შემდეგ, შპაკლები აქვს ბევრ ადგილას, ეს საერთოდ მოსახსნელია და ახალია საყიდელი. ვინმეს თუ გაქვთ, შევიძენ, ოღონდ არ უნდა გქონდეს ამრეკლები. არ არის ის მინდა, გვერდზე არ უნდა გქონდეს ეს ამრეკლები. შევიძენ ამ წინა ბამპერს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. მინდა ვნახოთ, როგორ შეიძლება რომ ბიუჯეტურად კარგად გავაკეთოთ ავტომობილი. იმიტომ რომ თუ დიდ თანხებზე წავალთ, კი რა თქმა უნდა, შევღებავთ ისეთ ადგილას, სადაც ლაზერით შეღებას და ასე შემდეგ ეძახიან, ვიყიდეთ საუკეთესო დისკებს, საუკეთესო ნაწილებს და ასე შემდეგ, მაგრამ რა ხან ყოველთვის არ არის მაგის საშუალება, ვნახოთ ბიუჯეტურად რამდენად კარგი გამოვა ეს ავტომობილი. და მოდი აქედან დავიწყოთ. გარედან რაც შეეხება საღებავები რაღაც ადგილებში ესე პატარა წერტილები აქვს გაკეთებული, სადაც არის ამძვრალი, ასევე არის ლაქებს ხედავთ, ჯერ კიდევ ქარხნული ლაქი რაც არის, ესენი არის ადგილებში ამძვრალი და ცუდად ჩანს, არ მომწონს, ამიტომ ეს მანქანა მთლიანად უნდა შეიღებოს, შემდგომ ახალი ლაქი უნდა დაესხას, გაუკეთდეს პოლირება
რაც მთავარია დისკები უნდა შევცვალო და მირჩიეთ რომელი დისკები მოუხდება 92-ს ყველაზე მეტად მე ერთი მაქვს წარმოდგენილი მაგრამ თქვენც მირჩიეთ რომელი დისკები უხდება 92-ს საბურავები შეიცვლება და რაც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული არის ამ ავტომობილში არის სალონი. სალონში ჯერ კიდევ იგრძნობა გერმანული ხარისხი და ასე ვთქვათ მორყეული, მოჭრიჭინე და ასე შემდეგ არაფერი არ გვაქვს როგორც ხედავთ ციდანიები ძალიან ბოდიში სავარძლებით ძალიან კარგ მდგომარეობაშია, საჭი არის საოდნავ გაცვეთილი, ქიმწმენდა არის გასაკეთებელი, დანარჩენი ყველაფერი იდეალურად მუშაობს. და რაც მთავარია აი ეს ნაჭერი ჩამომივარდა და ეს არის გასაკეთებელი. ამ მანქანის ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ ტექნიკურად არის იდეალურ მდგომარეობაში. ყველაფერი არის გამართული, ძრავი მუშაობს, იდეალურად ყოლოფი მუშაობს, იდეალურად არ ჭირდება არაფერი. მოდი მაინც ძრავშიც ჩაგახედებთ და განახებთ ძრავს. კი გაქვთ ნანახი, დარწმუნებული ვარ 315 ძრავი ხშირად, მაგრამ რა ვიცი, ჩემი მანქანის ძრავიც გქონდათ ნანახი რატო არ. ეს არის ჩემი ავტომობილის ჭუჭყიანი ძრავი. კი ბატონო, არ გამირეცხავს ძრავი. და გველოდები რომ გავაკეთო ქიმწმენდა რომ პროფესიონალებმა გამიეცხა. და გადმოვედით ახლა ჩვენი არხის მთავარ ავტომობილზე, რომელსაც განახებთ რა მდგომარეობაშია, თუმცა მანამდე ბავშვები მოვარდეთ ეკრანებს. პირველ რიგში გარე ვიზუალში საღებავი, ხედავთ რომ სახურავზე ყველაფერი დამსკდარია. აბსოლუტურად. მაგრამ ეს მარტივად მოგვარებოდია ხალხო ამას, ავფლითავთ და ახალს გადავაკრავთ. თქვენ იცით რომ ამ მანქანის ვიზუალი არის თავიდან ბოლომდე ჩამოსხმული და როცა მამაჩემს ვკითხე რისგან არის ჩამოსხმული, მეთქი მითხრა რაღაცა სტეკლო ვატკა, სტეკლო ვატა, სტეკლო იყო ზუსტად ვიცი რა, მაგრამ ბოლოში რა იყო აღარ ვიცი. მაგისგან არის ჩამოსხმული და ყველაზე მაგარი არის ერთი ფაქტი. როდესაც ჩამოასხეს ეს არ მოგპაროსო არავინო ეს გენიალური დიზაინია და ყალიბები გაანადგურეს. შესაბამისად ასეთი ის ჩამოსხმა რომ ეს რომ გატყდეს მაგალითად და ჩამოსხმა რომ დაგჭერდეს ვერ ჩამოვასხავთ, იმიტომ რომ ყალიბები არ არსებობს. ეს რაც არის გარედან, მოკლედ ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს, გამზადდეს შესაღებად ან ფერის გადასაკრავად და მოკლედ ვიზუალს ეშველება რა, ვიზუალში ყველაფერს ეშველება. დისკები ძალიან მომწონს ამ ავტომობილს რაც აქვს. და ვფიქრობ, რომ ეს დისკები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ზუსტად ანალოგიური დისკები ვიყიდო, ან არ ვიცი, სხვასაც თუ მოვახდენ რამეს იმ დისკებს ვიყიდი. და ყველაზე დიდი პრობლემა ამ ავტომობილში არის შინაგანი სამყარო. ასე ვთქვათ, მისი სული, რომელიც მთლიანად აღსადგენია. დაწყებული სავალი ნაწილიდან კატასტროფული მდგომარეობა და ეხლა მინდა განახოთ ეს მანქანა რომ ესე დგას. გული დგას? აი, ესე დგას. ეხლა განახებთ რა იგულისხმება ესეთ დგომაში. მოდი. აი ავიღოთ. აქ. მაგალითად. რა ვქნა? რანაირად გადავზომო აქ. და აი აქ, აი ესე არის. წამოდი ახლა აქეთ. და დავაი, ვინც გინდა მიუში, ყველა შეეტევა. აქ კი ხედავთ რა ხდება. შემიძლია შევიდე და რა მოხსნა თუ გინდათ, რა ვიცი, აქვე შემიძლია ყუმბარა რაღაცა ვიჩალიჩო, არ არის პრობლემა. ხო და აი ეს იგულისხმებოდა ასე დგომაში რა და საჭესთან რომ ზიხარ, შენც ასე ზიხარ. შეიძლება რობოტი დაჭერდეს რობოტზე გასწორდეს, ან შეიძლება თვითონ სავალი ნაწილი მოკლედ გადმოვქაჩოთ და ეგრე გავასწოროთ რა. იმედია ეგრე მოვგვარტებით და მარტივი მოგვარების გზა იქნება ეგ. და მაგას რო თავი დავანებოთ, ძრავში, ძრავის ვიდეოს განახებთ, ეხლა ცოტა გადავახვიეთ და განახებთ გუშინ რეები ვიჩალიჩეთ მედადად. ცერიქს უნდა მოვიყაროთ. გასაგები არ მაქვს. მაგრამ რა თქმა უნდა, მაგ არ როგორ არის, იმიტომ რომ ყველას როს მომაქნს. სად არის ეს გასაგები? ანა ეს არის აქეთ რო იგი. აი აქეთ ეს არის რა ქვია, გამოსაღები რაც არის. სახელური, საიდანაც იღება. იმის გვერდზე რაც არის გრძელი. ხალხო მე მივაგენი რაღაცას. თვითონ არაფერს არ მივაგენი. მაგრამ ის იქნება რა ქვია, დამჯდარი იქნება აკუმულატორი. აქვს. აზრი არა. აუ, ამის სული მომენტია. რა არია ცერიქსი? ой, მე თამნარი. მაგალ, ანა როლი მომეროლი. არა. მაგას არის თანოცია რა, ხო? არ მოგცემ. შენ დრამა ხარის ცხოვრებს, რო ხარ შემდავს. არა მგონი, არ ვიცი, ვერ გეტყვი. აი, აქ რა ხდება? ანუ გავხსენთ.
გასაღების არ მაქვს. ეს მაქვს. მამა გაგიხსნით. მოკლედ სტარტერი გავაჩერეთ და აი ახლა ესეთი ხმა აქვს რეალურად. ფონდა მაგარია. აი ახლა დაუბეროთ სამურავი და პროსტა გავიაროთ, მაგრამ ძალიან დიდი შანსია რომ იცოდე რომ გაგძვრეს რაღაცა ხადავეში. ესეთი აქტია. ესეთი ხო გაქვს რამაც. თუ არ გაქვს. არა, მე აღარა. აუ, მოიცა მე მაქვს ზეთი. M გრუპის ზეთი მაქვს 530. შენ რა დაგვიძება? არა, ჩემ ბიჭო, ძამ. ჩემი მანქანა ზეთს არ იკლებს. აი, მე ნასოს მოვიდა. დამპალებს. აღიარე, ჰონდა ხო მაგარია? მომაწოდა კი, მაგარია. ამდენი წლის დგომის მერე რო იქნება დადის. ჰონდა მაგარია. თან მჯერა რომ ეხლა ეს ცოცხალია და თან ესე მუშაობს. მაგანა ბოლოს დადგა მაშინ ერთად მოვიდა. შვიდად მუშაობს რა. ცოტა ჩაგდებებია. ცოტა ჩაგდებები. ბენზინის სისტემა და ის არის. ზერთით ყველაფერი არის, თან ბენზინი ასია, რა ვიცი, ალბათ 3 წლის ფინალს მოვა. 3 წელია მანქანა არ გამოძრავებულ, არც კი დაქოქილა და მაინც ესე მუშაობს. სერიოზული ამბები გველოდება ამის რესტავრაციაზე წინ ხვდები? აი, უკიდან მაგარ ვიდეო. ძალიან მაგარ ვიცი. მაგას გეუბნები, არა, ძალიან შვიდად მუშაობს, რავი, მართლა ძალიან შვიდად მუშაობს. აი ჰონდა არის ადამიანი. წავედით. ჩეკზანტებს. თხილა ვეღარ მიგეხვეწები? უზები ძალიან გულია, მაგრამ აქვს. ამას ჰიდრავლიკა არა აქვს, ხო? არა. ამაზე როგორც ვიცი, მიდის პრეუსის ჰიდრავლიკა. ელექტრო? ხო. მა დორმო არ ჩავარდ რა საკეთ რა დავასიგნალე? არ მოსიგნალებ. აბა თავის და სიგნალებს? აბა რაღაც ხდება მაშინ მან რის გამოც არ უნდა ვატარო. მიყვარს. ბაბა. დათო ცეცხლი არ გაგვიჩნდეს. რაღაც ნაწილი მოვაზრე. მაგის გამასიგნალებ და სავარაუდოდ სიგნალი მომიძრო ხალხო. ოიცოდეთ? არის. მე ხმარტო ეს ხმა მომენატრა. ეს ხმა 3 წელი არ გამიგია. ინახავდით რეებიც უჩალიჩეთ და დასკვნასაც გამოიტანდით, რომ კი ამ მანქანის გასაღები დავკარგეთ, იმიტომ რომ 3 წელი არ გამოძრავებულა და იმის მერე სახლში რემონტი გაკეთდა და ამ გასაღებმა სად დაიდობინა არ ვიცით და შესაბამისად ახლა ამ მომენტში ამას ვერ ვხვდით, მაგრამ ზევიდან ჩაგახედებთ რა მდგომარეობა. ეს ყველაფერი თავიდან ვიფიქრე, რომ მოუშალოთ ხო, იმიტომ რომ როდესაც აი ამ მანქანის აწყობას დავიწყებთ, განახებთ რა ხდება ამის შიგნით. მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ეს თუ ამოვიღე რაღა დარჩა და რაღა არის მაშინ ამ მანქანის ნიშა და სიმდიდრე. შესაბამისად გადავწყვიტე, რომ დავტოვო უბრალოდ შევცვალო, განვაახლო რაღაცეები და ჩავაყენო PlayStation 2 და ვითამაშო Need for Speed Underground. Sony 2. და ეხლა რა მინდა, იცი? ის რუსი кацი მინდა, ყველა ფილმს რო ახმოვანებდა, ქალს, კაცს, ზაღს, ყველას რო ახმოვანებდა. Paramount Pictures представляет. Никита. Ау, Никита. შენი კრაში. ყველას კრაში იყო ნიკიტა.
და გადმოვინაცვლეთ სალონში, სადაც კატასტროფული მდგომარეობაა. ხედავთ რა დღეშია სავარძლები, ყველაფერი დამსკდარია, გაუბედურებულია, ეს ყველაფერი ახლიდან არის ახსადგენი. ეს ლურჯი რაყრია საერთოდ არ ვიცი, რაღაცა იყო ამ მანქანაში და დათომა რაღაცების ამოღება, გადალაგება, გადმოლაგების დროს ეს ლურჯი რაღაცა შემთხვევით დაიყარა. საჭეს კი ხედავთ რა მდგომარეობაშია. აი ამ ტყავს წინ ზემ რა უქნა, ამასაც ხედავთ და ეს საერთოდ მოსანგრევია, მოსაშლელია. დანარჩენი ყველაფერი მუშაობს. მართლა ვუყურებთ. ეს მუშაობს, ეს მუშაობს, ეს მუშაობს. ყველაფერი მუშაობს საერთოდ ამ მანქანაზე. ელექტროშუშები აქვს. წარმოგიდგინეთ რომ ელექტროშუშები ქონდა? ელექტროშუშები აქვს. და კი, კარაბკაში მეხუთე სიჩქარე არ გვაქვს. არც ქონია არასდროს. ოდესღაც ქონდა, მე რო დავდიოდი მაშინ არ ყოფილი. რად გინდა მეხუთე გვიტეკია 4-6. ამ ავტომობილზე ბევრი aftermarket და ძალიან მაგარი რაღაცები აყენია. ნუ დავიწყოთ მომოს საჭედან, რომელიც გაცვეთილია და სარესტავრაციო, ასევე ეს მომოს ხალიჩებიც მაქვს, სხვადასხვა მანდარაფენია ხა აქეთ არის. პედლები, ეს ყველაფერი არის aftermarket-ი. სხვათა შორის ამ მანქანაზე იყენა ძალიან მაგარი კომპიუტერი, რომელიც მოიპარეს და შემდგომ ჩვეულებრივი კომპიუტერი დაყენდა. და ეხლა განახებთ რა დევს შავკუჩი. ყველას გვაინტერესებს ამის უკან რა ხდება, ხო? აქ მეგობრებო იდგა გამანაწილებელი, რომელიც გაფუჭებული იყო და ამოვიღე და რო ვნახეთ მთლიანად დაბერილი იყო, საშინელ მდგომარეობაში იყო მოკლედ და ასევე, როდესაც ერთი სასაცილო ისტორია უნდა მოვყვე ახლა. როდესაც გამანაწილებელი ამოვიღეთ ამ მანქანიდან მოკლედ და განუაგრძე ავტომობილით სიარული, მაშინ კარუს ოფისი იყო დიდუბეში, მაუდის ეზოში. და მან რომ მივდიოდი ხოლმე, მოკლედ თურმე ერთი კვირის განმავლობაში ევროპული მანქანები ვისაც ყავდა, ევროპიდან ჩამოყვანილი, აი ევროპული მანქანები ვისაც ყავდა, ეთიშებოდოთ ელექტროობა რა, პულტით მანქანას ვერ აღებდნენ, ვერ კეტავდნენ და ურევდა მოკლედ მანქანა. და ოღონდ ეს ხდებოდა პერიოდულად, ხან შვებოდა, ხან არ შვებოდა რა. და ეს ადამიანები თვითონ რაღაცა ელექტრულ თემებში იყვნენ და ნუ მიხვდნენ რომ რაღაცა რადიაციის ბრალი იყო და რადგან მაუდის ეზოში გქონდა ძველი ქარხნის ეზოში გქონდა ოფისი, იფიქრეს რომ მაუდი გამოყოფდა რაღაცა ენერგიას რა, რაღაცა რადიაციას და მთელ ეზოში და მთელ შენობაში გაათიშინეს მაგის გამო შუქი რა, მაგრამ მაინც არ ჩაირთო მოკლედ ეს ელექტროობა ამ მანქანებზე და პულტი მაინც არ ამუშავდა. მერე დაინახეს ჩემი მანქანა, ეს რაღაცეები რო არის აქ მთელი ელექტროობა, ტელევიზორი და ასე შემდეგ და მთხოვეს რომ აი თუ შეგიძლია რომ გაიყვანო სადღაც ერთ 9 კილომეტრში რომ გაწიო მანქანაო, დაგირეკავთო და მე ჩამოატერე ისევ რომ ვნახოთო მაგის ბრალი არის თუ არა. გავიყვანე მანქანა, ამუშავდა ყველაფერი აბსოლუტურად, სამყარომ დაიწყო ბრუნვა ჩვეულებრივად, ჩამოვიარე, გაითიშა ისევ ყველაფერი. მივიყვანე ჩემ მეგობარ ელექტრიკთან, დავით თედელურთან, ოღონდ ჰონდას მეგობრებმა არ შეაწუხოთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ აუდების და Volkswagen-ების ხელოსანია, უბრალოდ ჩემი მეგობარია და უარი არ მითხრა და შეძურა აი ამ შავ ყუთში და რაღაცა ამოიღო რაღაც ნაწილი, რომელიც გამოყოფდა ამ რადიაციას თურმე და ახშობდა ევროპული მანქანების ელექტროობას. მერე დავხედეთ მანქანის პედლებზე და რადიაციის ნიშნები ახატია. მან უნდა მივხარიყავთ ყველაფერს რომ თავიდანვე ჩემი მანქანა იყო, მაგრამ ნუ ურანზე მომუშავე მანქანა ყავს მოკლედ. ეს იყო ჩემი ავტომობილების ასე ვთქვათ გაცნობა პირველ ვიდეოში და მგონი რომ კარგი და მსუყე ინფორმაცია მოგაწოდეთ ორივე ავტომობილზე. ახლა უკვე შემდეგ ვიდეოებში დავალოდოთ 325-ის გალამაზებას და პერიოდულად გაჩვენებთ რას ვაკეთებ, რა მიჯდება, რა გამოვა და ასე შემდეგ ყველაფერს გეტყვით, რა ვქენი, როგორ ვქენი, სად ვიყიდე და როგორ ვიყიდე და ასევე ძალიან დიდი ენერგიით ვიმუშავებ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე განხორციელდეს CRX-ის პროექტი და მივიღოთ ის რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული ავტომობილი, რაც თავის დროზე იყო და ახლაც გვინდა რომ მომავალში იყოს და ამაში მჭირდება თქვენი დახმარება და ვიცი რომ აუცილებლად დამეხმარებით და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.